უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გუშინ საღამოს ოდესის მიმართულებით რუსეთმა განახორციელა ავიათავდასხმა დრონებით. დილამდე ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ მეხანძრეები, როგორც ტელეგრამზე ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ასევე ოდესის გუბერნატორი. დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არის არასრულწლოვანი. როგორი არის მათი მდგომარეობა? ამჟამად ინფორმაცია არ განახლებულა, როგორც უკვე გითხარით, დილამდე ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. საგანგებო მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკულმა კომპანიამ DTEK-მა თავისი კლიენტები გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა ქალაქის 3 უბანში. კონკრეტულად რომელი ობიექტები არის დაზიანებული, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. მე შეგახსენებთ, რომ 30 დღის განმავლობაში ენერგო ინფრასტრუქტურებზე თავდასხმის შეჩერებაზე თანხმობა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ რაც ის ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, იმავე დღეს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა თქვა, განაცხადა, რომ შეჩერდებოდა 30 დღით ენერგოსტრუქტურებზე თავდასხმა, იმავე დღიდან დაიწყო დრონებით თავდასხმა რუსეთმა და ამასთან დაკავშირებით უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთი არ იცავს იმ შეთანხმებას, რომელზეც თითქოს თანხმობა განაცხადა. რაც შეეხება რუსეთს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის შერეღებული ძალები დრონებით თავს დაესხა სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის სახელობის აეროდრომს, რაც არის რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზა. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეო კადრები, მოგვიანებით კი უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის გენშტაბისა და დაზვერვის სამსახურის ერთობლივი ოპერაციით მათ განახორციელეს ასეთი თავდასხმა. ეს არის, როგორც თავად გენშტაბში აცხადებენ, ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა. სხვადასხვა წყაროს ცნობით იქ განლაგებული არის რამდენიმე ტიპის ბომბდამშენი და ასევე ფრთიანი რაკეტა და ასევე გენშტაბის ცნობით სწორედ ამ აეროდრომიდან ხდება უკრაინის მიმართულებით თვითმფრინავების გაშვება, რომლებიც თავდასხმას ახორციელებენ უკრაინაზე.